აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში 9 ვაკანტური თანამდებობიდან კონკურსის შედეგად მხოლოდ 7 ათვისება მოხდა. ვაკანტური პროტოკოლის მთავარი სპეციალისტის და საინვესტიციო პოლიტიკის მთავარი სპეციალისტის თანამდებობები დარჩა. საკონკურსო კომისიის წევრის თქმით, ამ თანამდებობაზე პოზიციის დასაკავებლად კანდიდატებმა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს. შესაბამისად, პოზიციაზე კონკურსი თავიდან გამოცხადდება. მთავრობაში დასაქმების სურვილი სულ 228 ადამიანმა გამოთქვა, რომელთაგან აპლიკაციების საფუძველზე 25 კანდიდატი შეირჩა. კონკურსანტთა მთავარ მოთხოვნას უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება და ნორმატიული აქტების ცოდნა წარმოადგენდა. მთავრობის აპარატში გამოცხადებული იყო 9 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსი. ორეტაპიანი კონკურსის შემდეგ შერჩეულ იქნა 7 ვაკანტურ თანამდებობაზე გამარჯვებული კანდიდატები, ხოლო 2 პოზიციაზე თანამდებობაზე კვლავ არის შერჩეული არც ერთი კანდიდატურა, შესაბამისად ამ თანამდებობაზე კანონმდებლობის მოთხოვნით შესაბამისად როლების შემცვლელების დანიშვნა 3 თვის ვადაში დაწესებულება ვალდებულია ჩაატაროს გამოაწეროს და ჩაატაროს საჯარო კონკურსი.